მოგესალმებით. მე ოთო ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც არაა საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია თავი ასე მოაჩვენო. დღეს ჩვენს მოთამაშეებს დაურიგდებათ 25000 ღირებულების ჟეტონები და ერთ-ერთი მათგანი თამაშის ბოლოს მოიპოვებს ყველა ჟეტონს და შესაბამისად გადავა სუპერფინალში. სუპერფინალისტები გარკვეულია და ვინ დაემატება სუპერფინალს, გაირკვევა დღევანდელ თამაშის ბოლოს. მოდით გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი ოთხეული. მივესალმოთ. გიგა გორდულაძე, სცენარისტი, ისტორიკოსი. ელენე ლომსაძე, ინფლუენსერი, პროდიუსერი. ნიკა გორდულაძე, სცენარისტი, პროდიუსერი. იბატონო და თეო შარია, ასევე ინფლუენსერი და პროდიუსერი. ჩემი კრუპიე დაგირიგებთ კარტებს. მე კი ამ დროს გაგაცნობთ თამაშის წესებს, თქვენს და ჩვენს YouTube მაყურებელსაც, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოგვიწერონ. სამ წესებს აგიხსნით, მინდა ზოგადად კითხოთ, რამდენად რისკიანები ხართ ცხოვრებაში. რისკიანი ვარ, აზარტული ვარ. აჰა. დავაი. იგივე რომ გავიმეორო შეიძლება? არა. რისკიანი, მაშინ პირიქით ვიტყვი. აზარტული ვარ, რისკიანი ვარ და დავაი პირიქით ვიტყვი მაშინ. ნიკა. ხო, ჩემი წარდგენის დროს თქვენ თქვით რომ სცენარისტი. მე მართლაც სცენარისტი ვარ. მაგრამ დარწმუნებული ვარ მაყურებელს აინტერესებს რისი სცენარისტი, ხო? ამ გადაცემის კითხვები. ამ გადაცემის, დიახ. შესაბამისად საერთოდ არ ვარ რისკიანი, ზუსტად ვიცი ყველაფერი და მზად ვარ. მე ვარ ძალიან overthinker-ი, ასე რომ იმედია ხელს არ შემიშლის დღევანდელ თამაშში. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის, მაყურებლის გარდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრი სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითოეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. შვენიერ, შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი თამაში. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 100 ჟეტონი. ვიშველი. მე მაინტერესებს, თუ იცით რა არის ჰარაკირი და თუ გაიკეთებიათ. ხო, რა თქმა უნდა. გამიკეთებია რა თქმა უნდა. კი. გაიკეთებიათ. წინა ცხოვრებაში. მე აღარ მახსოვს რა არის. მე ვიცი, დიახ. ჰა? ნიკა მიცის. და არასდროს არ გამიკეთებ. ნუ რა თქმა უნდა, რადგან მოხვედი დღეს, ესე იგი არ გაიკეთებიათ. თავს რო გამოიფატრო, როგორც სამურაი თუ. კეთილი, შეგვიძლია მოვისმინოთ პირველი შეკითხვა. რიუნოსკე აკუტაგავამ ჰარაკირი გაიკეთა და ზუსტად ამ ასაკში გარდაიცვალა. რამდენი წლის იყო რიუნოსკე ჰარაკირის გაკეთებისას? შეგვიძლია დავაფიქსიროთ კარტებზე. მივედოთ ინტუიციას. პატარა იყო? არ ვიცი. ზოგადად იაპონურ კულტურას როგორ იცნობ? ძალიან ახლოს არის. ძალიან ახლოს არის ჩემს პირადად. მე უბრალოდ სასწავლო მინდა. მინდა ვიცოდეთ? ნუ თუ იცნობთ იაპონურ კულტურას? გონია რომ პატარა იყო. მე არ ვიცნობ. კაი. მაგრამ ზუსტად ვიცი რა ასაკში გაიკეთა. თქვენს მიერ წარმოდგმულმა პიროვნება. რა თქმა უნდა. ჩემი სვლა და მე 500 შემოვალ. ეგრევე გავხსნათ. ხო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი პასუხი. კიდამ გაზარდა ფსონი 500 ჟეტონი. დიახ. ანუ ძალიან კარგად ვიცნობ მე შემოქმედებას. და ზუსტად ვიცი, როდის განახორციელა ეკმედება. განახორციელა. დიახ, და შესაბამისად შემოვალ 500. კეთილი, ელენე. მეც დავამატებ რა თქმა უნდა. 500. ელენე უპასუხა 500 ჟეტონით. ნიკა. ხო, ნუ თქვენ გვეკითხებით იაპონელ სამურაიზე, რომელიც რომელიც აღარ არის. რომლის თქვენს ფანტაზია შეიძლება რომლის სიყვარულის ისტორია დღემდე მართლაც რომ წყვილებისთვის მისაბაძია.
სიმართლე გითხრათ, ზუსტად ვერ გავიხსენე მისი ასაკი, მისი გარდაცვალების. თუმცა ვფიქრობ დაახლოებით მივედი სწორ პასუხამდე. გამომდინარე იქიდან, რომ მისი სიყვარულის ისტორია, როგორც აქამდე თქვი, ჩემთვის ნაცნობია. მე აუცილებლად ვითამაშებ და მეცაც გეტყვით, მე 1000 შემოვა. საინტერესოა. ნიკამ გაზრდებს სონი 1000 შეტონით. თეო, შენი სიტყვა. მე წავა. მივდივარ. გავზრდი კი არ და მეც უპასუხებ ნიკას. შვენიერი. გავრისკავ. გიგა. შემთხვევაში. გაასწორებ თუ. გავასწორებ. ელენე შესაბამისად. კეთილი, შეგვიძლია მოვისმინოთ პირველი მინიშნება. 1961 წლის 20 იანვარს იყო კენედის ინაუგურაცია და ის გახდა რიგით ამ რიცხვის ტოლი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. აბა რა. გიგა. რა თქმა უნდა, მე ძალიან ახლოს ვარ, შესაბამისად 1000 დავამატებ. ისტორიკოსი ხო? ისტორიკოსი ვარ. დიახ. ელენე. ეხლა უნდა გადავთვალო ამერიკის პრეზიდენტი. შეიძლება. კაი, მოიცა, მინდა თამაში წეს ჩემოვალ, მაგრამ დავფიქრდები. კაი. შემოვალ. ასე არ ვარ. ნიკა. ხო, მე აუცილებლად ვითამაშებ, იმიტომ რომ თვითონ როგორც ჩვენი მოთამაშეები ამბობენ, აზზე არ არიან. და მე ვიცი. ზუსტი ასაკი არ ამგონია რომ ვიცოდე, მაგრამ ვფიქრობ რომ სწორ პასუხთან ყველაზე ახლოს მე ვიქნები. კეთილი. ამიტომ აუცილებლად ვითამაშებ. თეო. მეც აუცილებლად ვთამაშებ. შვენიერი, მოვისმინოთ მეორე მინიშნება. რომაულად ეს რიცხვი რომ მიიღო, საჭიროა დაწეროს 3x და 1v. 35. რა თქმა უნდა, კენედიც 35 პრეზიდენტი დიახ და 35 წლის ასაკში. რატო დავწერე 34 არ ვიცი. მე მაგალითად მიწერია 33 რა. ხა ამბობ რა გიწერია? უბრალოდ არა, შეგიძლიათ დარტყმოთ. 23, მაგრამ ნიკა შეიძლება 34 უწერია მარცხი. მე დავშვიდი. შესაბამისად გავატარებ სლას. ელენე. კაი, მეც გავატარებ. ნიკა. მოდი 5000-ით გავზდი მე ფსონს ამ ეტაპზე. ნიკამ გაზრდებს სონი 5000 შეტონით. თეო. მე პასუხობ. თეუნა მოპასუხა. ამდენად დარწმუნებული ხარ შენს პასუხში. დარწმუნებული არ ვარ. აი, დაწესო. აი ძალიან შორს ვარ რა. ხო იცი, აი, გინავა, სადავა. რამდენი ხო, წელი? მე ვფიქრობ რომ უნდა მოვიგო ეს თამაში, შესაბამისად როცა არ ვარ დარწმუნებული ზუსტად ჩემ პასუხში, მირჩევნია რომ გავატარო და არ დავკარგო თამაში, შესაბამისად დავწერ. კეთილი, გეგამ დაგტოვა, ელენე. აი, რა წესია პირველივე წრეზე რომ ხელა შეტონებს ისვრით. თან რა გიწერი? მითხარი. რა შენ გიწერია, ეგ არ მიწერია. დაახლოებით რა საითხარ. მე ვარგებ ზუსტად ვიცი. შეგიძლია თქვა ინგლისში. არა, ვერ გეტყვი. მიდი არ შეიძლება რომ დავეხმარო? მე ვიცი რომ ვარგებ. მე ვფიქრობ რომ უნდა შეხვიდე. მე ვფიქრობ რომ უნდა უნდა ითამაშო. იმიტომ რომ თეონას სადღაც ისე უწერია რომ კანად მანახე. არა, მე ზუსტად ვიცი რომ სწორი მიწერია. ნახე 6 წელით მეტი დავიწერ. მიდი იმას თორი ელენე, შენი სიტყვა? შევიცი. კაი, ხომ კიდე არ ვარ. შემოვა. შვენიერი. მანგი გასწორებულია. დიახ. სწორი პასუხი არის 35. რა თქმა უნდა. ელენე. შენი სიტყვა. შენ შეგიძლია კიდე უნდა შემოვიდე. შეგიძლია ფსონი გაზარდო უბრალოდ გაატარო. ნიკა. გავატარე. კაი, ნიკა, ცოტა ხანი დაგვინდა პირველი. მოდი დავიდობ. ანუ ისედაც საკმარისია ჩემთვის პირველი რაუნდისთვის და შვენიერი, თეო. მე მგონია რომ სწორად მიწერია და რა უნდა ვქნა ახლა ესეთ დროს. შეგიძლია ფსონის მომატება, შეგიძლია უბრალოდ გატარება და ოკეი, გაიხსნას მაშინ. კეთილი, გავხსნათ კარტები. ელენე, 27. 28. არა. 21. ხო ვიცოდი რომ სამიანი. მოიგო თეო. ბანკი მიდის თეოსთან. მოვივოცენ ბოღამებო. იმოთო. გიგას პასუხი ნახოთ. შეგიძლია ნახე, ან პირდაპირ სამივეს შეკრივე და ეგ არის. 79. არა და ვიცოდი რა რომ 33 უნდა დამეწერა. ან 27. მე წარმოდგენა არ მქონდა. უბრალოდ ჩემი ასაკი დავწერე. მე იმპულსით წავედი მხოლოდ და მხოლოდ. გადავიდეთ შემდეგ რაუნდში. გადავედით. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 შეტონით. მე მაინტერესებს ფედორ დოსტოევსკის ძმები კარამაზოვები თუ გაქვთ საკითხული.
კი, მე და ნიკას გვეძახდნენ ბავშვობაში. თქვენ მართლატყუბები ხარ? მართლატყუბებიო. არა. თქვენი ფავორიტი ძმა. ხო, ძმა რომელია? ნიკას გამოყოფი რა. გიგო. კეთილი. მე არის კარამაზოვი. თეოდორ დოსტოევსკის ყავდა სულ 4 შვილი. ამ 4-დან რამდენი იყო გოგო? აუ, კაია. რა, ძალიან მარტივია. არც ერთი. მენდეთ. აუ, ორი ვარიანტი. აბა, მე 4. შეგვიძლია დავაფიქსიროთ პასუხები. ელენე, შენი სიტყვა. გავატარებ. კეთილი, ნიკა? გავატარებ. თან ვარდათი არა. ხო, ნუ მეც არ გავზრდი ფსონს, იმიტომ რომ ისეთი შეკითხვა, რომელთაც ზუსტი პასუხი არ ვიცი, ასფალტის წინა შეკითხვისგან. რომელიც წააგე? ჩემზე ზუსტად ცოდნია. ხო, და ნუ დაველოდები მოთამაშეებს. თეო, მე გავუწევდი, კი არა და დავამატებ, შემიძლია? შეგიძლია? დავამატებ. თევნამ გაზარდა ფსონი 500 შეტონით. გიგა. აა შენ როგორც ისტორიკოსი, კი, რა თქმა უნდა, ისტორიკოსია. ვიცი, ერთ ერქვა ბელა და მეორეს ვერ ვიხსენ. გიგამ უპასუხა. მეც დავამატებ. აი, გარკვევით. ნიკა, გაასწორე სულ. მოდი ვითამაშოთ, ხო. შვენიერი, მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ზუსტად ამდენი თანმიმდევრული უჯრედული გაყოფაა საჭირო ერთი დიპლოიდური უჯრედისთვის ჰაპლოიდური გამეტების წარმოსაქმედად. ეგრე დაეწყონე და ჰაპლოიდები ძალიან. ძალიან ჩემია. ძალიან. ელენე, კი ვიცი რამდენად იყოფა, მაგრამ მოდი გავატარებ დავუთმობ. ხო. ნიკა. გზას მაჩვენს არიცია. მე ხო, მეც დაველოდები მოთამაშე. შენ როგორც სცენარისტი, შენი კითხვა იყო. არა, დაველოდები. მე დავუთმობ ამაკაც. გიგა. სუსტს გეს. ხო, მე ვფიქრობ, რომ არც ერთ მარიცის ზუსტად ჩემს გარდა შესაბამისად 1000-ით გავზდი. ზუსტად მიწერია, ზუსტად ვიცი. შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ მისას, მაგრამ ზუსტად ვიცი რამდენი შვენიერი. წინაზეც ზუსტად იცოდა 79 წლის ასაკში. ეს ზოგადად ასე ხდება რა. უნდა შემოიტყუო რა ზოგადად. უნდა შემოიტყუო. ელენემ გაასწორა, ნიკა. მეც გავასწორებ. თეო, მეც გავასწორებ. შვენიერი, მოვისმინოთ მეორე მინიშნება. ზუსტად ამდენი ენის ცოდნა საკმარისია, რომ ადამიანს პოლიგლოტი უწოდო. ელენე. რამდენი ენა იცი? ქართული. მარა, კაი, ცოტა ენა ვიცი, მაგრამ თუ დუოლინგოთი რო ესპანური მაქვს ნასწავლი ეგეც ითვლება? არა. მაშინ 3. მარა ჩავთვლი მაინც 4. 4. ანუ პოლიგლოტი ხარ. სი. შენი სიტყვა. კაი, მე მოდი 1000 შემოვალ რა, რატომღაც მქონია, რომ უფრო ახლოს ვარ პასუხთან ვიტრეს ხვები. მოდი მე 10000 შემოვა. Por favor. გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწერია ზუსტი პასუხი. თეო. გაიმეტებ თუ არა 10000 ამ კითხვაზე? არ ვიცი. ან რო არ გავიმეტო, ვარდები ამ ტურიდან? ხო, ანუ უნდა გამოტოვო ეს რაუნდი. კაი. რამდენია ეს? 10000. დაგესვენა ცოტა ხანი. გიგა. უეჭველი ჩემზე მეტი უწერია. ხო, რა თქმა უნდა დავწები. მე ასეთი სტრატეგია მაქვს ზოგადად, რა ბევრს შემოვლენ, მე ერთმანეთში. ნუ მე ბოლოს რჩები. რა თქმა უნდა. კაი, მე გიგამ დაგტოვა. მოდი. მივიღებ 1 2 3 4. შენ უნდა შემოხვიდე 9000. ვანგი გასწორებულია, მოვისმინოთ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 2. ელენე. გავატარე ისევ. ნიკა. ყველაფერს შემოვდი. რაც რამდენი მაქვს, შვილი ყავდა? 4. გავატარე. რაც მაქვს, ყველაფერს შემოვდივარ. მზად ვარ, რომ ყველაფრისთვის ვითამაშო. კეთილი, თეო. ეს არის ამ რაოდენობის. არა, ვერ გიპასუხებ ვერანაირად. ანუ ტოებ თამაშს. სულ ტოვებ? მარტო. არა, მხოლოდ ამ რაუნდზე. ჩახედე იქნება ორი გიწერი. ნიკას პასუხი ჩახედე, აბა.
კეთილი, თეო, დაგტოვა, ელენე. კაი, მეც დავტოვე. იმიტომ რომ სავარაუდოდ. შვენიერ ნიკამ მოიგო. გვაჩვენოთ. გაინება, შეგიძლიათ გვაჩვენოთ, შეგიძლიათ არ თუ გვაჩვენოთ. ჩემინება მაშინ არ გაჩვენებთ. კეთილი. აყურებელმა იცოდეს. აუ, იგეთი რაღაცეებიც. ვაუ. მაგრამ გეტყვით რომ 4 მეწერა. რა? 4 მეწერა. მეც ეგრე მეწერა. მეც 4. ანუ გავიწყო. ანუ მომეცი. შემდეგი რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 1000 ჟეტონი. სულ აქვს მეც რაღაცა. ხონია და სულ კითხვას ვიღებ. ცერნის კოლაიდერზე რა გსმენიათ? მე ყველაფერი. ყველაფერი მე აბსოლუტურად. რაღაცეები კი რაღაცეები არა. ანუ ატომზე რაღაცები იცით. შვენიერ. არა მარტო ცერნის კოლაიდერზე, არამედ პოსტკოლაიდერზეც კი მსმენია. ძალიან კარგი. ანუ გაგიადგილდებათ დიახ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეგ წამი თავიდან რო თქვა რაზე. ცერნის კოლაიდერი. ცერნი. ცერნის კოლაიდერზე. რა სიჩქარით გადაადგილდება ცერნის კოლაიდერში პროტონები? პასუხი გამეცით კილომეტრ-წამში. აი რა. ოკეი. კილომეტრ-წამში. კილომეტრ-წამში. ძალიან მარტივია თუ იცნობ პოსტკოლაიდერს. დავაფიქსიროთ პასუხები. ვიცოდი ეს ინფორმაცია. მაგრამ ნუ დავიწყება იცის რა რაღაც კილომეტრ-წამს სიჩქარეებმა. ესეთი რაღაც მსმენია და ნუ ფაქტია რა. ზუსტად არ ვიცი პასუხი პირდაპირ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე ახლოს მე ვიქნები სწორ პასუხით. რატომ? გამომდინარე იქიდან რომ ჩემს კონკურენტებს მოთამაშეებს წარმოდგენა არ აქვს თქვენ რაც თქვით იმის შესახებ. გავატარებ უბრალოდ სვას, მოვუსმენ ჩემს. კეთილი, თეო. მე ძალიან ლოგიკურად გავყევი როგორც ეყონა ვღნიშნე და მგონია რომ ზუსტად გიწერია. ხო რა, მგონია რომ ძალიან მიახლოებით მიწერია. და უნდა გავზარდო ეხა, ხო? მინიმუმ 1000. 1000. 1000-ით. თეონამ გაზარდა ფსონია 1000 ჟეტონით. ჩემი ინტუიციას მივენდობ და ვითამაშე. ამჯერად. და შემოვა. აი ეს. მეც ანუ ნიკას აჩუქე შენი 500 ჟეტონით. ელენემას უპასუხა. ნიკა. ხო, ნუ მე გადავხედე ელენეს და გიგას ჟეტონებს და მათ ძალიან ცოტა ჟეტონი აქვს და მე განსაკუთრებით. და მოდი ვითამაშონ ეს ხელი, იმიტომ რომ მართლა წარმოდგენა არ მაქვს. ასულზე კი რაზე საუბრობთ? დაწექი? არა, 1000 შემოვა. შვენიერი. მან კი გასწორებულია. მოვისმინოთ პირველი მინიშნება. მალდივები არის ამდენი კვადრატული კილომეტრი. ნუ გოგონებმა უფრო იციან სავარაუდოდ. აი სულ მალდივებს. მე ჯეკილოметრს ნახე. რამდენია და მე მოგზაურობ. მე მგონია რომ მართლა ზუსტად მიწერია რაც არის პასუხი. ჩემო კი. ნიკას დავალოდოთ, ნიკას აა, პასუხი. შენ გეუბნები. მალდივებზე ხართ ნამყოფი? კი. არა. მართლა? კი. მაშინ არ გამოდის. აი მე როსოლობდი. არ ვარ კი, ნამყოფი. გაზომილი აქვს თავისი სანტიმეტრით. მოდი გავატარებ მე ჩემს სვლას და დაველოდები რას ოკეი. გეტყვიან. თეო, მე დავამატებ 1000. გიგა. მე დავაგვირდი ხა გოგოებს და ახლა აღმოაჩინე დააგვირდი. ეგეთი რაღაცა. თეონამ როცა იც თეონა? კი. თოთე თეონსისი. გოგონა? თეონა როცა დაწუნებულია თავის პასუხში, ასე აკეთებს, ა? ხო? კი. აი. შევაჩუქო აქ იგეთ. ხო, უბრალოდ შეინტერესებს აი, მოწერ. აი ასე აკეთებს. ასე აკეთებს. მაგრამ არასწორი პასუხის დროს რატომ არ აკეთებს? ვინ იცის? თამაშობთ. სულ ვითამაშოთ. ვითამაშოთ. კი გამოპასუხა. ელენე. მე არ ვთამაშობ. კურკლი. ნიკა. თონა მოუგეს. ნიკა დამტოვე თუ გინდა ერთ-ერთს მოდი. და მოუგეთ. არა, მოდი ვითამაშებ მეც და მინიშნებას მოусმენ, იმიტომ რომ პირველმა მინიშნებამ არაფერი არ ვიცი. თეოსისი versus გორდულაძეები. თუ არა. საინტერესო. ძმები ხარ? დიახ.
კუპები ვარ. მეორე მინიშნება. ბლეფი არის და ამ რაუნდს მოგიგებთ. ეს რიცხვი იყოფა 1-ზე, 13-ზე და 23-ზე. მე მგონი უკვე ცხადია ყველაფერი. ზედა 23-ზეც? დიახ. ანუ მაგან შემიშალა ხელი ხა 23-ზეც რო იყო. 1-ზე უეჯოლი იყო. რა თქმა უნდა. 13-ზე და 23-ზე ვერ გავყავ. დაველოდები. თეო. მე დავამატებ კიდევ 1000. გიგა. ხო, ზუსტად გავყავი. 1-ზე, 13-ზე. 13-ზე. 1-ზე არ იყოფა. ხო. როგორი სხვანაირები არიან ძმები. იდი. შვენიერი. ნიკა. აუ ძალიან ბევრი შევედი უკვე. რამდენი გაქვს? ეხლა რო დავწვე თან არ მინდა, მაგრამ მოდი 1-1-ზე დავტოვოთ და ხო, ანუ არ ვიცი რა. ნიკამ დაგდოვა. მინიშნებებით ვერაფერს ვერ მივიღე. სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 299 კილომეტრი წამში. აი, თეო. ჩემი პასუხი ჩვენად? შეიძლება უბრალოდ გაატარო. არა, გაზარდო ფსონი. გავზრდი. გაზრდი. საინტერესოა. გიგა. 1000-ით? კი. 2000-ით. შემოვედი. 1000 კაცების დავამატე. ხადრით. 3. ან უნდა გავახსოვრო? ერთით უნდა შემოხვიდე რომ გასწორო. ერთი კიდე დავამატე. ანუ 4000 რა შემოვედი. მენაღულება, აჰა. გავხსნათ კარტები. მიდი. შენ გახსენე. თეო. გახსენ შენ. ხო, რა. მოდი ჯეირა. ბატონ მას. ჯეირა. ჯეირა. მოდი. ჯეირა. სადამდე? ერთ. არ. ნახტამდე. ორამდე. კაი, 13-მდე. 2-მდე. ჯეირა, ნი. ჯე 2-მდე. შეხსნი, კაი, მიდი. 100 მიწერია მე. რა? 100. 350. ანუ 200 რამდენი იყო? მოიგო თეო. არა, 200 იყო. ბანკი მიდის თეოსთან. 200? 299 იყო სწორი პასუხი. მეც 100 მეწერა. ხო ხდები ხა შენ აქ რაც ხდება? 123. ანუ ყველა ვარიანტი ვაკეთე რა. ბიჭო, ჩემ. მეც 100 მეწერა ზუსტად. შენც ასე გეწერა. კი, იმიტომ რომ მე მგონი ეგ არის საერთოდ. ეგ არის მე ვფიქრობ რომ სწორი ეგ არის. არა. შემდეგი რაუნდი. ძალიან მე ძალიან გავ. ფული აღარა. არც. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 2000 ჟეტონი. ვა, რა მაგარია. დიეტა თუ დაგიცავთ? აი, სარტემი. იმეს. მე ოდესმე. კი, ყოველთვის ვიცავ დიეტას. მე ვერასდროს ვერ ვიცავ დიეტას. გიცდია ისე? მიცდია ბევრჯერ. ეხლა რა დიეტას მიმართ? და მისიც. ჩემი კონკრეტული დიეტა მაქვს, სხვათა შორის პოპკორნი და ჩიფსი. აჰა. ერენე ლომსაძის დიეტა. დიახ. და მართლა ახტუნებს, რამდენჯერაც დავიცავი, გაახტუნა. და free. გამახტუნა. და free ხო. მაგრამ უფრო პოპკორნი და შვენიერი. ჩვენ რატო არ ვეკითხებით რა დიეტაზე? ანუ ჩემ შემთხვევაში ალბათ გასაგებია და გეკითხათ მაინც. არც აღარ არ ვკითხა. თეო, ისე შენ კაი, დიეტა. თეო, არ მოდის ჩვენ. შენ გითხარი. აღარ გეტყვი. ძალიან კარგი. არადარა საინტერესო პასუხი გქონდა, ხო? ნუ ფრი გავიგე. ხო. შემიძლია მქონდეს. მინდა და მეთქვა რომ წარკვება ის უფრო და რა. მე უფრო ჯანსაღი ვეგანი. ავოკადო და ავოკადო სტოისტი და მაგრამ კაი. კეთილი, მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. ამ ქვეყნის ერთ-ერთ ფიტნეს ცენტრში საინტერესო მარკეტინგული ხრიკი გამოიყენეს. იმ მომხმარებელს, ვინც სამ თვეში დაიკლებს 50 კილოგრამს, ისინი გადასცემენ Porsche-ს. დაასახელეთ ეს ქვეყანა. კაი, ეს მარტივია მართლა ოღონდ. ვისი პასუხიც იქნება ახლოს სწორ. ბანგლადეში და ბანგლადეში. ბანგლადეში. ფიტნეს ცენტრში თუ დადიხართ ვინმე? დავდიოდი მე. რამდენი? მე მეუნები ერთი კვირა. ერთად დავდიოდი, მე და შენ ერთად მიარეს თორე. შენ გახმოვე. არა, ერთი კვირაც არ გულია მე და შენ. ორი ვიარეთ. ორი დღე. კი, ჩვენ რა ვიყავით ერთხელ გახსოვს. რა ვიარეთ, კაი, ეს ორი დღე ვიყავით, ვიღაც ბიჭებზე ვიღადავით, რაღაც და წამოვედი. რასაც იყო, მაგრამ არა, ჰამაკიც იყო იქ და საჭმელი. შვენიერი. მოიყვებოდა ისტორიას. რას? ანუ მათთან ახლოს არის ეს თემა, რა თქმა უნდა. პარიზში. არა, მე მართლა ძალიან ჩახედული ვარ ამ თემაში. თეო, შენი ეგრე სიტყვა. ვფიქრობ. ჩემი სიტყვა. რამდენი დავამატო ეხა? 2000 მინიმუმ.
2000 მინიმუმ, კაი, 2000 ვამატებ. მაგრამ მე მგონია რომ შეგეძლო უბრალოდ გაგეტარებინა, მაგრამ კარგი. გიგა. ეს უკვე გვიანია ის. მე ვფიქრობ, რომ ზუსტი პასუხი ვიცი. როგორც წინა კითხვებზე სულ ხო, რა თქმა უნდა და თამაში. ელენე. მე მაქვს 1900 და თამაშობ, იმიტომ რომ ანუ ყველა ჟეტონს შემოდიხარ. ელენე. მე გავკოტრდი, იქ დარწავა არ მაინტერესებს. რამდენია? მაგზელებ და რამდენია? 1900. ნუ 2000 უნდა გაასწორო შენ. იქინა. ამ ყველაფერს მე არ გამოვაკლდები და რა თქმა უნდა ვითამაშე. არიცი არ პასუხი ალბათ. ბანკი გასწორდა. მე ჩემი პასუხი ვიცი. ხო, რა აზე არ ხარ. ვიცი რომ არ არის სწორი. აი მოვიდა. პირველი მინიშნება. ამ ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში ყველაზე მეტი ცათამბჯენია. რა თქმა უნდა. თეო. დავამატებ 2000. ეგ ცალკე გადავდა. გაზრდობს 2000 შეტონით. გიგა. გორი ხერმაჩას უკვე ვის არის რა ქვია. მე ვფიქრობ, რომ მე რა პასუხის მიწერია. ის არ უწერია სხვა. მაგიდაზე უწერიათ. იგივე პასუხი. შესაბამისად, თუ ელენე ბოლინს არის შესული, შესაბამისად და მე აღარ ვითამაშო, დიდი შანსია იმის, რომ ელენე გავარდის და მე მეტი შანსი მქონდეს მოგების. ხო და ეგრე ხო არ ვითამაშო მეთქი, მე ეგრე ვფიქრობ. მე სერიოზულად ხوار ვითამაშო. თუ ეგრეა. ხო. შეეშინდა. გიგა. ხო, არ ვიცი. უნდა ვიფიქრო, ერთი წამი მომეცით. კაი, ჩვენ ვითამაშოთ, მაშინ გავაგზავნოთ. არა. ერთი ორი წამი მომეცით მართლა. ერთი. ხო, არ ვითამაშო. გიგამ დაგტოვა. ნიკა. რამდენი დაამატა? 2000. 2000. ვითამაშოთ 2000. ვითამაშოთ. მეორე თან მინიშნება. დუბაიზე საუბრობთ და მაგრამ დუბაიში არა ცათამბჯენები. ყველაზე ცნობილი smartphone-ის, iPhone-ის აწყობა ხდება ამ ქვეყანაში. ბაკა! წავედი დუბაიში. თეო. მე ვზრდი, ხო? 1 2 3 3000. რომ გაზრდობს 3000 შეტონით. 5000. ნიკა მოპასუხა. უნდა დაამატოს 2000 თეო. რომ გასწორდეს ბანკი. ბანკი სწორი პასუხი. ეკრანზე. სწორი პასუხი არის ჩინეთი. ჩინეთი, ხო? დიახ. თეო, შენი სიტყვა. შემოვალ. კიდე. შეიძლება? შენება რამდენი? მინიმუმ 2000. 2. იყოს 2. ნიკა. 2000 ჩემო. გავხსნათ კარტები. თეო. დიახ. ჯერანი ხوار გინდა რომ დავაშოთ. თუ გინდა მეგო. არა, ეგ ერჯადი. გახსენ. ხო, მე ჩინეთი არ მიწერია. მიწერია იაპონია. მე არ მიწერია ჩინეთი. მე მიწერია ჩინეთი. ელენე? მე წავაგე. ელენემ სამწუხაროდ დაგტოვა. Yes! დენი ცოდი. მე კარგი დაქალები არის. არა, ელენეს არ მიქნია ეს. ელენე გავარდი. მიეცი ახლა. მიეცი ცოტა. გამიყავი. ცოტა ჟეტონები მიეცი. წავედი. კარგად იყავით. არა. რა, ნეტა გავარდი. მიდი ფსიქოლოგიურად. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. გაამართლა სტრატეგია მსხვილ შორის, როგორც ვიფიქრე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, და მოდი ნიკა ახლა. მე ვიცოდი სწორი პასუხი, უბრალოდ არ დავწერე. არ დავწერე. ადაწერე. დიახ. აჰა, გასაგები. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 3000 შეტონა. ჩემი კუკლა. მე მოგწერ პასუხი. დალია მაიცი. 3000 ძალიან ბევრია. მართლა ძალიან. 3? შენ შეგიძლია იქიდან უთხრა. ეხა ანუ თან ჩავარო, აქ საწყოს ზივარ მანდ. არ მინდა. ლამაზად მაინც დავიჭდე. ვაგინე ყველა. თქვენ როგორ ფიქრობთ პირამიდები ადამიანებმა ააშენეს თუ უცხო პლანეტელებმა? ხო, რა თქმა უნდა, უცხო პლანეტელებმა. უცხო პლანეტელებმა არა მართლა. კაი. უცხო პლანეტელებმა მე რო აშენებენ. რა თქმა უნდა ამარა აი ვინ ააშენა? ეგ არის საინტერესო შეკითხვა. ეხა იქ კითხვაც მექნება, რამდენი ხანი აშენებდნენ, ზუსტად ვიცი ეგ პასუხი. რამდენი ტონა ბლოკი? მოვისმინოთ პირამიდე. ჩემი სფერო. შენი სფერო. დიახ. სულ რამდენი ეგვიპტური პირამიდაა აღმოჩენილი? სულ რამდენია? აღმოჩენილი.
მე როგორც მახსოვს, პატარების იცვლება? ყველა ითვლება რომელიც აღმოჩენილია. რომელიც აღმოჩენილია, რა თქმა უნდა. კაი, მეგონია რომ ბევრი არ არის. დავითვლი. 1-2. ანუ 3. 5 გამახსენდა ხა. მოდი 6 დაწერე მაშინ. ისეთ რიცხვს დავწერ. რომელიც კარგად იყოფა 2. 13. და 26. დავაფიქსირეთ პასუხები. შეგვიძლია დავიწყოთ. გიგა. დიახ. 3000-ზე იყო ხო საუბარი? დიახ. 3000 ვართ ჩამოსულები? დიახ. მე? მოდი, მათ შორის. ყველა ჟეტონი? რა თქმა უნდა. საინტერესო. მეგობრებო, სულ ყველა ჟეტონს შემოვალ, იმიტომ რომ როგორც გითხარით ისტორიკოსი ვარ, ძალიან კარგად ვიცნობ ეგვიპტის ისტორიას ზოგადად. და შესაბამისად ზუსტად მახსოვს რაოდენობა. როდენ შემოვალ? შენიერი 4900. 4900, დიახ. ნიკა. 4900. საინტერესო რიცხვია. კი. ცოტა ნამდვილად არ არის. თან ფულიანი ითამაშებს დარწმუნებული ვარ. მაგრამ მოდი მეც ვითამაშებ რა. იმიტომ რომ მარტო 6 მართლა მოვთვალე რა, ანუ 6. ხო. პირამიდა. ეგ უკვე დიდი რიცხვია. დავითვალე. ანუ მაინც გონია რომ ყველაზე ახლოს მე ვიქნები. არა. პასუხთან. თუ ეგ იწერია? თან ლურჯები მქონდა აქ დაალაგებული და ერთი შავი აღმოვაჩინე ამ ლურჯებში. ვითამაშებ. ეს ჩემი 4000. ესეც 900. თეო. მეც ხო, მე ჯერ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიყვარს ეგვიპტე და მისი ისტორია, სხვათა შორის ბავშვობიდან და დაწუნებული ვარ, არა და აი ჩემი ოცნებაა რომ ნახო პირამიდები და აღმოაჩინო ყველა პირამიდა. სადაც მე ავისრულებ და მოკლედ გონია რომ ძალიან ახლოს ვარ პასუხთან რა. კი ბატონო, ანუ თეო პასუხობს. კი, 1 2 3 4 თეო გასწორო ფაქტი. შვენიერ მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ქიმიური ელემენტების პერიოდულ ცხრილში ზუსტად ამდენი ელემენტია. მე მგონი უკვე მე მგონი შემოდი რა ონლინს და ეგ არის რა. დავამთავროთ. მე? ხო. ვიკა 6 ნამდვილად არ იქნება ქიმიური ელემენტი. მეტი იქნება ცოტათი. ხო, აქ ცოტა ცოტათი მეტი იქნება. აი აქ ვინერვიული ახლა სამერო გითხრა. დაველოდები. თეო. მე შემოვალ სონს ხო დავამატებ შეგიძლია. 4900. არა, თქვენ რამდენიც გინდათ? მაშინ 5000. არ მინიმუმ უნდა იყოს 3000. 5. 5000 შემოვიდა თეო. ნიკა. უპასუხებ თუ არა? არა და მე მიწერია სწორი პასუხი. აჰა. მაგრამ გახვედი ხო? არა, მე ორ სვარულად ჩემს. სულ დაგوامშდა რომ გიგაც. ანუ ეგ ფული ჩემთან წამოვა. გონია რომ ჩემზე ნაკლები უწერია რა. მე? დიახ. ეგზე ნაკლები? დიახ. გიგა არ ვიცი. აი გიგა უფრო საინტერესო. ვიდრე თეო. მაგრამ წეგან ერთი შავი ხო აღმოვაჩინე. აჰა. შემოვა 5000. შვენიერი მეორე მინიშნება. იერუსალიმის პირველი სამეფო ზუსტად ამდენი ხანი არსებობდა. აბარა, ბიჭო, აბარა. კი. რას ფიქრობ? დიდი ხანი არსებობდა. მთელი 6 წელი. ხო, დაველოდები. თეო? მე შემოვალ ისევ. ხო? სანამ შეხვალ, ის ფილმი გაქვს ნანახი? აბა. წვიმის კაცი. კი. აი, ესე უბრალოდ გამახსენდა. კაი, რა ვქნა, შემოვიდე? აჰა, თუ რამდენი შემოვიდი? მინიმუმ 3. 3, 3 დავა. ნიკა. და ანუ იმდენი შემოვედი უკვე 8000 ვარ ამ რაუნდში შემოსული და 3000 შემოვა. ხო, ეგ ცალკე უნდა იყოს გავითვალისწინოთ. აუ, ის გავახსენე. ხო, და აი ეს წითლები აღარ მექნება 8000 შემოვა. შვენიერ, სწორი პასუხი. 3000, ხო? აი, მე სწორი პასუხი. მე ბევრი მოგეცი. 3. სწორი. თუდად ვარ. სწორი პასუხი არის 118. ნუ 6 არ არის, მაგრამ 118. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა თუ ვინმე ფიქრობს რომ მართლა 6-იანი მიწერია, რავი, აცდები. გაატარებს ლას. ხო, რავი, დაველოდოთ. თეო. მეც დაველოდები რა პრობლემაა.
შეგვიძლია გავხსნათ კარტები. სამეური მიწერია. 500. გიგა? პირამიდა როგორ არა? თეო. აუ, კაი, ხო. 27. 27. მაინც პროხოსი 22. მოიგო თეო. მაინც უფრო ახლოს. ის რა მაინტერესებს? არის შარი, არა რო იცოდი. ხო და მე მაინტერესებს ის პატარ-პატარა პირამიდები რა. ხო და მე ეგრე ეხლა მიათვალო. ბიჭო მე მაგიტო არ ჩავთვალე ის პატარები. მარტო დიდები ჩავთვალე. სამეური დავწერე. რაც კი აღმოჩენილი არის, თული რა. ყველა ითვლებოდა. წავაგე? გიგა ტოვებს გიგა. და უერთდება ელენეს. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 4000 შეტონი. 4000? რო არ გადავიდეთ არ შეიძლება. მე მაინტერესებს ქვიშის საათი თუ გამოგიყენებიათ ოდეს. კი. რამდენი წუთია? წამიანი. წამიანი ქვიშის საათი კი, გქონია? 8 წამიანი. 8 წამიანი. ჩვენ სხვადასხვის სმარტულების სტუდიაში გქონდა ქვიშის საათი. გვაქვს, დღემდე გვაქვს. ვარდისფერი ქვიშა იყო შიგნით. რამდენი წუთიანი იყო? 1 წუთიანი იყო. 1 წუთიანი იყო. ხო, ძირითადად 1 წუთიანები არის. ვაიმე. რამდენი გრამია ქვიშის საათში არსებული ქვიშა? აუ, კაი. საუბარია 5 წუთიან ქვიშის საათზე. ეს არ არის 5 წუთიანი, ხო? არის. რამდენი გრამია? დიახ. იმენა შიგნით რა წყრია ეგ, ხო? და არა მთლიანად ქვიშის საათი. მხოლოდ ქვიშა. დავაფიქსიროთ პასუხები. თეო. შენი სიტყვა. კი. მე მგონია რომ მოკლედ ახლა გეტყვით რა. მართლა მგონია ამჯერადაც რომ სწორად მივდივარ და ამაზე მეტი ჩემი აზრით არ იქნება, ასე რომ დავამატო? თუ გავიაროთ რა იქნა? კაი, დაველოდები რა სიტყვის ბატონი. ხო, არა, მეც გონია რომ საინტერესო მინიშნებები გიქნება. და მოვისმენ. მოვისმინოთ პირველი მინიშნება. 1951 წელს კარლ ფულვესმა გამოუშვა წიგნი დამწყები ილუზიონისტებისთვის. კარლს ზუსტად ამდენი ილუზიონისტური ნომრის ახსნა ჰქონდა შეტანილი თავის წიგნში. ფოკუსები გიყვართ ზოგადად? დიახ. ბოლო ფოკუსი რა ნახე. აიტე. რომ მომიგოთ ხალხა. ალბათ ეგ. კი, ძალიან მიყვარს ილუზიონისტები და ნომრები და დავამატო უნდა ახლა? თუ დაგელოდო? არა, მე ვფიქრობ რომ მეორე მინიშნებაც საინტერესო იქნება. პირველი ზარი. კაი, მე შემოვალ 2000. მინიმუმ 4000 უნდა შემოხო. მინიმუმ 4000 შემოვალ. თეომ გაზარდა ფსონია 4000 შეტონით. ნიკა. ხო, ნუ რა ვიცი ხა რა აზრი აქვს ბოლოში ვარ ძალიან და შემოვა. შენია. მეორე მინიშნება. თუ ქორწინებაში წყვილი ამდენი წელი იმყოფება, მაშინ ისინი ოქროს ქორწილის თარიღს აღნიშნავენ. ყველაფერს შემოვდივარ. აჰა. თეო. ყველაფერი რამდენია? 4000. 4000. ოკეი. სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 50. შეგვიძლია გავხსნათ კარტები. ნიკა? 50. 50. 0.8 გრამი. შენი არ ნიკამ გაიმარჯვა. ბანკი მიდის. კილოცა როგორც იქნა. დაუბრუნდი. ეს საათი დავაბრუნდეთ სმარტულებში. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 შეტონი. თეო, მაინტერესებს რამდენად ხშირად იყენებ ტუჩ საწს. ვაიმე, ჩემი, ანუ ყოველ დღე რა, დღეში 100,000 ჯერ. ანუ გარეთ არ გამოდიხარ მაგას? ანუ ძალიან მიყვარს, არა, არ გამოვდივარ. სახშიც ეგრე ვარ. ტუჩსაცხი რა ის, რაღაც გლოსი და რაღაც. პომადა. ხო, გლოსი. ბალმი. დღეს მე დღეისობით რატო არ მეკითხები? კითხვა. დღეს დღეისობით ტუჩის პომადების შემადგენლობაში შედის საღებავი, ზეთი, ცვილი, ტიტანის დიოქსიდი და დამარბილებლები. ამ შემადგენლობაში რამდენი პროცენტია საღებავი?
დრო. საღებავი ანუ ეგ არის რამდენი იმენა პომადებზე არის ხო? პომადები ხო, კაი. ვა. საღებავი რამდენი პროცენტია? ხო, ну ჩემი პასუხი დავწერე იქიდან, გამომდინარე იქიდან. იქიდან გამომდინარე რომ იქიდან. ანუ უბრალოდ დავწერე. ხო. თეო. ძალიან მეწყინება ამ კითხვაში რომ წავაგო. მართლა და მგონია რომ ძალიან კაი პასუხი დავწერე. სწორი. ნუ არ არის გამორიცხული რომ წავაგო. ხო. შენი სიტყვა. დაველოდები. ნიკა. გაუზრდი. არა, მოვისმინოთ მინიშნება. შვენიერი პირველი მინიშნება. ადამიანის გული შედგება ამდენი ნაწილისგან. მარტივია ჩემი აზრით. სარკველი. სარკველი. მარჯვენა პარკუჭი. პარკუჭი. ერთ წამით რა. მარცხენა პარკუჭი. ჩემი ჯერია? თეო. გავზრდი, კი არა და დაველოდები. ნიკა. ვითომ გაძარდოს. სწორი პასუხი. მოვისმინოთ? ხო, მოვისმინოთ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 5. 5% არის საღებავის პომადებში. რომელსაც თეო იყენებს ყოველდღიურად. არა, მაგას არ ვიყენებ, სხვას ვიყენებ. უფეროს. გლოსი. თეო, შენი სიტყვა. ჩემი სიტყვა არის რომ მე გავიმარჯვე ყველა ვარიანტში. ნიკა. ჩემი სიტყვა რომ ყველა ვარიანტში მე გავიმარჯვე. გავხსნათ კარტები. რა, მიდი. 20. 30. 30. მოიგო ნიკა. ბანკი მიწის ნიკასთან. მოვიდა. ბანკი მოვიდა. ვინაიდან რადგანაც დავჭით ორნი. რამდენი? ნიკა და თეო, ფსონი გაიზრდება 20,000-მდე. 20,000? დიახ. იბოდა. ავტომატურად. შინაურ ცხოველებით უყავთ. კი, ძაღლი, კატა, ძაღლები. ძაღლები. კი. რამდენი ძაღლი? 3. 3 ძაღლი. 3-ვე ერთ სახლში. ერთ სახლში მეორე, ორი ერთ სახლში. ცალკე კიდე. რამდენი სახლი გაქვს? არა, მე ვიძახე ჩემ მშობლებთან ერთი, რომელიც სანამ გადავიდოდი იქამდე მან ცხოვრობდი. ლედი და ერთი ჩემი ქრის ორი ძაღლი. აჰა. რომლები უფრო გიყვარს? ლედი. აი მე რაპორტი დავუჭარი. ხო, ნუ ლედი უფრო მიყვარს რა ვქნა. ნიკა შენ? მე არა. არ ყოლია? ლედი არ მყავს. არა, არ ყოლია და ხო არ მყავს. შვენიერი მოვისმინოთ შეკითხვა. 1924 წელს პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა პინჩოტმა თავის ურჩ ძაღლ ლაბრადორს რამდენი წელი მიუსაჯა? ანუ რაღაც დააშავა ამ ლაბრადორმა და ასეთ ხერხს მიმართა პინჩოტმა. წელი მიუსაჯა, ანუ ციხეში იჯდა ეს საქმე თუ რა მოხდა. მოიხადა. ნაციხარი ლაბრადორი. კი. ვახ. ძალიან წელი მიუსაჯა. აუ ლაბრადორი მეც მყავდა და ძალიან მიყვარს. ნაციხარი ლაბრადორებს ყველერე. ნაციხარი არის ხო? რამაც დამარტყა პირველი მაგას დავწერა. ნიკა, დიახ, შენი სიტყვა. კი ბატონო. დაველოდები. თეო? ჩემი სიტყვა მე მგონია რომ სწორი ვარ ისევ ანუ წეღანაც მეგონა მაგრამ არ ვიყავი მაგრამ ეხლა მგონია რომ კი რა ძალიან ხო დაველოდები ნიკას რა სიტყვის მაშინ მოვისმინოთ პირველი მინიშნება. დიახ. თუ შავ ხრელში ჩავარდებით ამდენივე დრო დაგჭირდებათ სინგულარობის მისაღწევად. მარტივია. სინგულარ ან მარტოვას გვიყვარს. სინგულარობა single. მოусმენ. მე უკვე თქვი შენ გისმენ მაშინ შეგისმენ. მეორე მინიშნებას მოვისმინოთ მაშინ. ამ კითხვაზე პასუხი რიცხვი ან ციფრი არ არის. პასუხი სიტყვაა. რა აი, ეგ ხა უნდა გითხრათ ასე გამოვიდა.
ჩემი ციფრები ისეთია, რომ სიტყვას გავს. ჩემი 4 ნიშნა რიცხვი. მივხვდი ხარ რასაც. კეთილია. სწორი პასუხი. არის, წავაგეთ ორივე, თუ რა ხარ. სწორი პასუხი თუ ზრდით ფსონებს. სწორი პასუხი. კეთილი მოვის. ვზდი? არა, არ ვზდი, კაი, იყოს ეგრე, მიდი. მიდი. მე მოვიგე. ოხესკალური ლოგიკა. სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის სამუდამ. აუ! მოვიგე! რამდენი გიწერია? სამუდამ წერია. მე 20 წელი დავწერე. რა არის პასუხი? ამორგე. მოიგო ნიკა. უფრო ახლოს იყო. შესაბამისად ბაჟები. აუ, მე რატომ გონია იცი? უსასრულობით გა. უსასრულობა არა. უთხარი რომ მოიგე, იმიტომ რომ ლაბრადორები 12 წელი ცხოვრობენ და სამუდამო არის, შენ უფრო ახლოს ხარ. მოდი არ გინდა საუბრები. შეუტი. მე მეგონა რომ იქ რესპონსი იყო რა. უსასრულობა? ხო. ხო არ ჩავუთვალოთ? აუ არა რა. სამუდამო. კეთილი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 50000 შეტონი. 50000? დიახ. 50000? არ მაქვს 50000. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ჟეტონს უნდა შემოხვიდე. მაქვს. კაი. გაკ? 30 მაქვს. კაი, შემოვედი მე 50000. ამას რანაირად აქვს შენზე მეტი ვერტონი, ხო კაი. ასე გამოვიდა. წვანი გაქვს ბევრი. ხო. მე მაინტერესებს. აუ ეხა რო წავაგო რაც სულ. მანქანას თუ ატარებ ზოგადად მე ლუზერ კი? და შეგიქნია თუ არა საავარიო სიტუაცია. არა კი. მე მგონი კი? კი. ანუ არა შემიქნია კი. საინტერესოა. შენი ბრალი იყო? ერთი კი ალბათ ჩემი ბრალი, ხო, კი, ჩემი ბრალი. მე შემიქნია, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მოვისმინოთ. შეგიქნია შენი ბრალი იყო. რა თქმა უნდა. პირველი ავტო ავარია 1891 წელს ამ ადგილზე მოხდა. სად მოხდა პირველი ავტო ავარია? რომელ წელს? 1891 წელს. 1891 წელს. მაშინ. ქვეყანა უნდა დავწეროთ? მინიშნება გამომივა, თუმცა გეტყვით რომ უნდა დაწეროთ ქალაქი. იყოს ქალაქი. ქალაქი? ხო. იყოს ქვეყნები რა. თუმცა ნებისმიერ რამ შეგიძლიათ აიღოთ ქვეყანა, ქალაქი, კიდევ რაღაც. აი ამას დავწერე რა, რაც არის რა ვქნათ. ეგ არის. ნუ რადგან თეო ოლინს არის პირდაპირ იმდენად საინტერესო შეკითხვა იყო. ხო. ხო, ნუ მე 9000 რა თქმიდა, ხო? და შემოვალ და მოდი ეს იყოს ბოლო შეკითხვა რა. ესე გადაწყვეტე? დიახ. ნუ შეიძლება ხო რა ვიცი. რატო? რა ვფიქრობ რომ მოვიგებ რა. ანუ ჯენტლმენური ჟესტია ალბათ რა. აუ არ მინდა რა. აი დავიტოვე. სწორი პასუხი არის შტატი ოჰაიო. აი ვქენი რომ დავიტოვე. გავხსნათ კარტები. ეხლა როგორ უნდა? გერმანია. ქალაქი გერმანია. ქალაქი არა, ქვეყანა დავწერო. ბრავო. კარი, მოდით რა ვხდით, იცით? შემდეგი კითხვა იყოს ბოლო შეკითხვა. ამას ვტოვებთ. შენ შემოდი ხარ, რჩება. მე შემოგთავაზეთ ეგ. და ბოლო კითხვა იქნება ამ თამაშის. კი ბატონო. ბოლოს ეკლესიაში როდის იყავით? მე ვიყავი 1-3 თვის წინ. 1-3 თვის წინ. ნიკა შენ? მე დავდივარ ხოლმე სხვათა შორის. დიდი ხანია ყოფილვარ. მაგრამ ნუ დავდივარ ხოლმე. მშვენიერი. მოვისმინოთ ბოლო შეკითხვა. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ტაძარი, რომელიც მთლიანად ადამიანის ძვლებითაა აგებული? ძვლებით? დიახ.
ღმერთო ჩემო ეს როგორ შეიძლება? შეიძლება არის აზარი აგებული? დიახ. და რა უნდა დავწეროთ? რომელ ქვეყანაშია? ქვეყანა, დიახ. ცვლებიცკა. კაი, ნუ დავწერ რა. მოდი გერმანია დაწერეთ კიდე. ნუ რადგან ბოლო შეკითხვა პირდაპირ ვიხსნებით. ხო, ნუ წეგან გერმანია დავწერე და საფრანგეთი რო წერებოდაო და დავდექი და დავწერე საფრანგეთი. საფრანგეთი. ანუ წარმოდგენა არ მაქვს მართლა სად არის რა. წესით ინდოეთი, იმიტომ რომ ეგეთი ფრიკი ხალხი არიან რა. კუბოებიდან ამოყავთ ხალხიდან რა. ეგეთები არის. ძალიან გულიმწყდება, მაგრამ მოიგო ნიკა. მართლა? სწორი პასუხი არის პორტუგალია. გამიხარდა ძალიან. გაიმარჯვა ნიკა. სამისად გიგილის ნიკასთან. შეგვიძლია დავბრუნდეთ? ძალიან კაი იყო მართლა. ულოცავ. გილოცავთ, გილოცავთ. ჩვენი დღევანდელი თამაშის გამარჯვებული არის ნიკა გორდულაძე. შეგვიძლია მიულოცოთ. ვენა ამბობა. ის გადავიდა სუპერფინალში. ძალიან კარგი თამაში იყო ნამდვილად. ხო. გიგა, რას ფიქრობ დღევანდელ ძალიან თამაშზე? ხარდა ნიკამ რომ მოიგო. ძალიან სიამოვნე, კარგი თამაში იყო. ძალიან ბევრი სწორი პასუხი ვიცოდი, მაგრამ შეგნებულად არ დავწერე. მივეცი საშუალება რომ ეთამაშოთ გოგონებს. ერთი რჩევა მინდა რომ მივცე გოგონებს. დიახ. პირველად მოიგე? მეორედ ვარ თქვენთან და ცადით მეორედ და თქვენც მოიგებთ. ელენე, რას ფიქრობ დღევანდელ თამაშზე? ძალიან გავერთე სხვათა შორის ის ერთი დარიგება რაც ვითამაშე. მაგრამ იყო რაც ძალიან მოგიწია. მართლა. კი და აი მე რომ გავვარდი, მაგის მე ყველა პასუხი ვიცოდი აი ერთ-ერთი მართლა და რა გამოვწო. ოკეი, თეო. ეწყინა თუ არა ეს იყო ძალიან ექსტრემალური. აი მართლა ძალიან მაგარი იყო. არ მეწყინა წაგება მართლა. გულით ვამბობ, მაგას პირიქით ძალიან გავერთე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ყველას გირჩევთ, თუნდაც პატიჟებენ, მოხვიდეთ სტუმრად და ძალიან გაერთობით თქვენ. სახში ითამაშებ თუ არა ამ თამაშს? აუ კი, ვითამაშებ და სიამოვნებით. კითხავს თუ გამოგვიგზავნა. ხო, ოღონდაც ეხლა უნდა დავაპატენტოთ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მიულოცოთ ნიკას მადლობა, გამარჯვება. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისათვის და ჩვენმა მაყურებელმა აუცილებლად უნდა გამოიწეროს ჩვენი არხი, უნდა უყუროს ჩვენს ყველა ეპიზოდს, წინა ეპიზოდებსაც და დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ვიდეოებს.